მეუღლე ნათელა რუხაძე, შვილები მაია, ნინო, გია, ძალი ნათია კორძაძე, სიძეები, ზურაბ ჯინჭველეიშვილი, კახა ხუხუნაიშვილი, შვილიშვილები, დათო, თონიკე, შოთიკო, იუწყებიან რომ გარდაიცვალა ზურაბ მიხეილისძე მაჭარაძე. პანაშვიდი 13 და 14 მაისს, დაკრძალვა 15 მაისს 3 საათზე. სამტრედია დავით აღმაშენებლის გამზირი ნომერი 194. მეუღლე ანჟელა, შვილები ქეთევანი, ალეკო, სიძე თემურ ფირცხალავარ, ძალი მაია სახვაძე, შვილიშვილები მაგდა, სალომე, შვილთაშვილი თემური, დამზევინარი, დიშვილები, ძმისშვილები, მზახალი მაგული, ფირცხალავა და ახლო ნათესავები. გულისკივილით იუწყებიან რომ გარდაიცვალა ჯუმბერ ალექსანდრეს ძე ჩხაიძე. პანაშვიდი 14 მაისს, გამოსვენება 15 მაისს 3 საათზე. სამტრედია ჯანელიძის პირველი ჩიხი. შვილი ქეთინო, სიძე თემური, მზახალი მაგული, ფირცხალავები გულისკივილით იუწყებიან რომ გარდაიცვალა ჯუმბერ ჩხაიძე. შვილი მალხაზი, ძალი მარიკა ზამთარაძე, სიძე გია ბეგალოვი, შვილიშვილები ლევან ბაღდავაძე, სალომე და სოფიკო ბეგალოვები, მამიდაშვილი ვაჟა ნადირაშვილი ოჯახით იუწყებიან რომ გარდაიცვალა უშანგი შალვაძე ბაღდავაძე. პანაშვიდი 13 და 14 მაისს, დაკრძალვა 15 მაისს 3 საათზე. სამტრედია ხურავას ქუჩა ნომერი 1. გია ბაღდავაძე ოჯახით თანაუგრძნობს ბაღდავაძების ოჯახს უშანგის გარდაცვალების გამო. ლექსოს ტურვა ოჯახით თანაუგრძნობს ბაღდავაძეების ოჯახს უშანგის გარდაცვალების გამო. შვილები მირზა, ზურიკო, ძლები მარინა საფარიძე, ნინო მანჯგალაძე, შვილიშვილები შოთიკო, გია, ნანა, ნელი, შვილთაშვილები თამუნა, მათე, ზურა, მულიციალა, სიძეები, ენგური და ალიოშა, დიშვილები, მაზლიშვილები, მულიშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები, ბიძაშვილები იუწყებიან რომ გარდაიცვალა გულნარა გუგული ბალანჩივაძე ლეჟავა. პანაშვიდი 13 მაისს, დაკრძალვა 14 მაისს 3 საათზე. სამტრედია სოფელი პირველი მიწაბოგირა. ვიტალი გაბუნია ოჯახით იუწყება რომ გარდაიცვალა გუგული ლეჟავა და თანაუგრძნობს ჭირის უფლებს. ლელა მიქელაძე ოჯახით იუწყება რომ გარდაიცვალა გუგული ლეჟავა და თანაუგრძნობს ოჯახს. ვალუდია და ნონა ჯოჯუები იუწყებიან დეიდაშვილის გულნარა ბალანჩივაძე ლეჟავას გარდაცვალებას და თანაუგრძნობენ მის ოჯახს. ამირან საფარიძე ოჯახით სამძიმარს უცხადებს მირზა და ზურიკო ლეჟავების ოჯახებს ქალბატონ გულნარას გარდაცვალების გამო. ნელი და გია ლეჟავებს სამძიმარს უცხადებს ბებიის გარდაცვალების გამო ბესო ადეიშვილი ოჯახით. შორენა და ვეფხია ლეჟავები ოჯახები თანაუგრძნობენ მირზა და ზურიკო ლეჟავებს დედის გარდაცვალების გამო. მეუღლე იალინა შენგელია, შვილები ბესო, ეთერი, ლელა, გეგეშიძეები, ძალი ეკა გაგოშიძე, სიძე მერაბ ხუციშვილი, შვილიშვილები ვასიკო, თამრიკო, დავითაშვილები, ნიკუშა გეგეშიძე, ელენე ხუციშვილი, ძმა ვარლამი, ძალი ნორა, დიშვილები, ძმისშვილები და უახლოესი ნათესავები იუწყებიან რომ გარდაიცვალა ნიკოლოს, ნიკუშა ბესარიონის ძე გეგეშიძე. პანაშვიდი 14 მაისს, დაკრძალვა კვირას 15 მაისს 15 საათზე. დათო გაგოშიძე ოჯახით მწუხარებას გამოთქვავს საუკეთესო პიროვნების ნიკოლოს გეგეშიძის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ბესო გეგეშიძის ოჯახს და ჭირის უფლებს. დეიდა ნუნო, ბიძა ვასიკო დონდოები ოჯახით იუწყებიან რომ გარდაიცვალა რაჟდენ კაჭარავა და თანაუგრძნობენ ოჯახს. ბარათაშვილის მეორე ჩიხის მეზობლები სამძიმარს უცხადებენ ვარდო და გელოდი კაჭარავების ოჯახს შვილის რაჟდენის გარდაცვალების გამო. ამალია და გელა ქანთარიები ოჯახით თანაუგრძნობენ ნუნუ და ვასიკო დუნდოების ოჯახს რაჟიკოს გარდაცვალების გამო.